gon' do this. დაამთავრა ივანე ჯამბახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ვინ ვიქნებოდი? არ ვიცი, ახლა მომღერალი ვარ, ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვინ ვიქნებოდი? ალბათ მხატვარი. ენერგიულობა და მარტივი ხასიათი. იცი, არ მყავს კუმი, ალბათ არ ვიცი. დედა ჩემი. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა მომღერლობაზე ვოცნებობდი. ხატვის ნიჭი მინდა მქონდეს ძალიან. ჰობი ფეხიციარული. ხო, მაგარი ჰობია. მიყვარს ფეხიციარული და არ მიწევს არასდროს. არასოდეს გავაკეთებ სიბოროტეს. არ ჩავიდენ სიბოროტეს არასდროს. ვნანობ ხშირ შემთხვევაში ჩემს მარტივ ხასიათს. ანუ ესე კონკრეტულად არაფერს, ალბათ არა, კონკრეტულად ვნანობ ბევრს ლაპარაკობ ჩემ თავზე და ბევრჯერ დამხვედრია წინ ცუდად. მაგრამ მაინც ვერ ვეშვები და სულ ლაპარაკობ. ვყვები ისტორიებს. 15 წლის ვიყავი. ალბათ ყველაფერი. სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ცხოვრება ალბათ და ჩემიც განსაკუთრებით. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა გამიჩნდა შვილი. და როცა ვიმშობერე და რომ დამთავრდა ეს ყველაფერი. არ იცხოვრო ცხისი ცხოვრებით. ბევრს ვეტყოდი ძალიან. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს სცენაზე დგომა და რომ ღერი და რაღაცა კარგად რომ გამოგივა და ბევრ აპლოდისმენტებს რომ დაიმსახურებ და აი ეს შეგრძნება ძალიან მაგარი. ძალიან ბევრი. აი ესე კონკრეტულად მართლა ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ ალბათ ბავშვობაში ძალიან ბევრი სისულელე ჩამიდენია, მაგრამ კონკრეტულად აი მართლა ვერ მოვყვები. ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები. განვიცდი ყოველთვის ადამიანის ჩემი ახლობლების ჯანმრთელობას. აი ჩემსასაც პირველ რიგში ეს არის ალბათ ჩემთვის ჯანმრთელი ადამიანი. ბევრი ადამიანი მინდა გავიცნო ძალიან. კონკრეტულად ბევრი არიან. ეს ჩამოვთვლი. სალათები მიყვარს ძალიან. რო გითხრათ რომ ხინკალი მიყვარს, არ მიყვარს. ნუ ალბათ შემწვარი კარტოფილი როგორც ყველას. მართლა ყველაზე გემრიელად ვჭამ. ვაიმე! ხოდა ნუ იძახი ვაიმეს რო ამბობენ, ესეც რომ მოწვა არ მჯერა. ვაიმე! ყოველთვის. ყველაფერი კარგად იქნება. რა ვიცი. რისი მჯერა, არ ვიცი. ბოლოს ვიტირე ყოველთვის ვტირი. ხშირად ვტირი, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ანუ ყველაფერს განვიცდი და ბავშვობა, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ყოველღამე ვტირდი. რაზე ვტირდი არ ვიცი. აი ეს ღამე ჩემთვის ოღონ მარტო ვტირი, ანუ ვერავინ ვერ დამინახავს ის. ხშირად ვტირი. რთული პერიოდები ალბათ ბევრი მქონია, მაგრამ იმდენად აი როგორი ხასიათი მაქვს, იცი, ერთ წუთში მავიწყდება ყველაფერი. ანუ დაახლოებით 2 დღეში ალბათ საერთოდ არ მახსოვს და 2 წელიწადში
ვერ გავიხსენებ და ალბათ ესე მარტივად მავიწყდება რაღაცეები, ანუ ცუდი მავიწყდება მარტივად და აქედან გამომდინარე ალბათ რთული პერიოდები მქონია, მაგრამ ესე კონკრეტულად არ მახსოვს. ჩემ შულს რო შევხვდი ალბათ ეს, კი. ნიშნულოვანია ჩემთვის ოჯახი. ალბათ პირველი. ყველაფერზე ალბათ რო ვიძახი, ალბათ წინა კითხვაზე უნდა გამეცა პასუხი ყველაზე ხშირად. რა სიტყვა არის? ალბათ. 15 წლის. პირველი იყო 15 წლის და მეორე იყო 19 წლის და მე გავთხოვდი. მეგობარმა მაწყენინა ერთხელ. მეტი არაფერი არ მქონია და ანუ მახსენდება ხოლმე ეს ერთადერთი რაღაცა, რაც პერიოდულად მახსენდება, თორე თავს ვიტანჯავ არასოდეს. უბრალოდ რაღაც მომენტებში მახსენდება. შეიძლება წელიწადში ერთხელ გამახსენდეს. მაგრამ ანუ იმდენად მეტკინა, რომ მაინც მახსენდება. ბევრი რაღაცა დავიწყებული მაქვს, მაგრამ ეს სულ მახსენდება. აუ, რა ვიცი, ისი მწვენია ალბათ არაფრის. ანუ თუ რამის შემწხვება წითლები ხოლმე. ყველაფერს ვიცმევ. შარვლებს ვიცმევ, გასუქებული რო ვარ, შარვლებს არ ვიცმევ. გასუქებულზე არასდროს არ ჩავიცმევ შარვალს. აი ეს. კომპლექსი შარვლის ჩაცმა გასუქებულზე. ტელეფონი ჩანთა და მანქანის გასაღები. ყველაზე კარგად მახსენდება, რომ ჩემი რაღაც ესე პირველი გრანდიოზული თუ რა როგორც ქვია წარმატება მის საქართველოზე გამოვედი. და ჯერ ათეულში გავედი, რაც ძალიან გამიკვირდა და რატო გამიკვირდა, ეხლა მაშინ ვერ ხვდებოდი და ეხლა ანუ მაშინ ძალიან ისეთი იყო ალბათ ჩემთვის. ათეულში გავედი და კიდევ მის ხალხის სიმპათია გავხდი. ანუ ყველაზე კარგად ეს პერიოდი მახსენდება ალბათ. ისე ბევრი პროექტები მახსენდება, მაგრამ პირველი ეს მახსენდება ბავშვობაში. არ მაბრაზებს ჭორები. კი. და მიკარგავს თავი ბევრჯერ. დეპრესია არ ვიცი რა არის, არ მქონია, ალბათ არ ვიცი თუ რა ვიცი. ალბათ არ მინდა რომ დავბერდე სიბერის. მე მგონია რომ 40 წელს რო გავხდები, ანუ ყველაფერი დამთავრდება და ჩემი ყველა მეუბნება რომ არ მთავრდებაო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ 40 წელს არაფერი აღარ მომინდება. მარტივი, უმარტივესი. და ალბათ ხიარული ვარ, ხო. ალბათ როცა შევქმნი ოჯახი? ალბათ